გამარჯობა, მე ვარ ლალიკო თბილისი მედიკიდან. დღეს ჩვენთან იმყოფება კლინიკა აილაინის ბავშვთა ოფთალმოლოგი თემო ჭოლაძე. რომელსაც ველოდებოდით 7 თვე დაახლოებით რომ ჩვენამდე მოსულიყო. მადლობა. მადლობა რომ აქ ვარ პირიქით. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო 7 თვე ვერ მოხდა ჩვენი განრიგების დამთხვევა და თავარია რომ ხო დღეს აქ ხარ. მადლობა ამისთვის. მოდი დავიწყოთ ცოტა იქით გადავიდეთ დასაწყისში ასე ვთქვათ და რომ მომიყვა მოკლედ როგორ გადაწყვიტე რომ გამხდარიყავი ოფთალმოლოგი და როგორ აირჩიე მოკლედ ეს მიმართულება. ჩემ შემთხვევა არ არის შემთხვევა როცა მამა დედა მთელი დინასტიები არის. სამეცნიერო წარმოდგენა მე არავინ არ მყავს ექიმი და მეტიც ბავშვობიდან ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე. ჩვენ ბიძაშვილები ერთად ვიზრდებოდით და მე ვიყავი წამყვანი ისეთი სერიოზული თემების გადაცემების როგორც არის ავტობუსი, უფრო მნიშვნელოვანი ტროლეიბუსი, ეკოლოგიისთვის და ასე შემდეგ. მე 11 კლასში როცა აბიტურიენტი ვიყავი, შეივნიშნა რომ თვალზე მაქვს პრობლემა. აღმოჩნდა რომ აქვს აკომოდაციის დარღვევა. აღმოჩნდი ერთ-ერთ ექიმთან, მაია ბოჭორიშვილთან ქუთაისში. ყველა ძალიან კარგად იცნობდა და კარგად იხსენებს ყველა. 10 დღიანი მკურნალობის კურსი გავიარე და ამ ქალმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გადავწყვიტე რომ უნდა ვიყო აუცილებლად თვალის ექიმი. რასაც დიდი სიხარული მოყვა სახლში, სამწუხაროდ ეს ქალბატონი ვერ მოესწრო იმას, რომ მე თქვა რომ აი თქვენს გამო გადავწყვიტე ექიმობა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ესეთი ისტორია სენტიმენტალური, რომ ვიღაც ადამიანები მოდიან ჩვენ ცხოვრებაში, თვითონაც არიციან როგორ აღირავებენ ამ ცხოვრებას, უკეთესობისკენ ცვლიან და მე განსაზღვრავენ მთელ გზას. თუმცა მეოთხე კურსზე ქონდა უკვე ჭვის მომენტი, რომ ხომ არ ჯობს რეპროდუქტოლოგობა, იმიტომ რომ მე გინეკოლოგიის აი მშობიარობის პროცესზე დაკვირვება, ბავშვის დაბადება და დიდი შთაბეჭდილება გამოიწვია ჩემში, რომ დავფიქრდი, თუმცა მაინც საბოლოოდ ავირჩიე ოფთალმოლოგი. ძალიან საინტერესო ხო მართლა ეგრეა რომ არ არიციან იმ ადამიანებმა რეალურად ვიღაცა ვინ შევედის ჩვენ ცხოვრებაში ხო ძალიან საინტერესო. მოკლედ რომ გავიაროთ აი ვთქვათ სად იყავი, სად დაიწყე მუშაობა, რეზიდენტურის ამბები, აი რომ მაგაზეც რომ მოგვიყვე. დავამთავრე ჯანდაცვის ფაკულტეტი ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში. პარალელურად მუშაობდი სამედიცინო წარმომადგენლად. ნუ ეს სფერო თქვენი სფეროც ჩემთვის გარკვეულწილად ნაცნობია. შემდეგ უკვე გავიარე ორდინატურის 2 წლიანი სწავლება და ასპირანტურის 3 წლიანი სწავლება სამედიცინო აკადემიაში რუსეთში. და იქვე მუშაობდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მიოპიის პირველ ცენტრში, რომელიც თავისი შინაარსით ერთადერთი არის მთელს რუსეთში. და შემდეგ ამის დაწყების შემდეგ ჩამოხედი გადაწყვეტა რომ უკვე ალბათ საქართველოში დაბრუნების. ჩამოვედი 2022 წლის ბოლოს 23 წლის დასაწყისში. თავიდანვე ბავშვთა ოფთალმოლოგია იყო ხო ის მიმართულება, რაზეც მუშაობდი ვთქვათ და რაც იყო საინტერესო. იცით მე პედიატრიული ფაკულტეტი არ მაქვს დამთავრებული, ამიტომ შემიძლია დიდებთანაც მუშაობა, მაგრამ ძალიან მცირე ხნით მაქვს დიდებთან დამუშავარი, რაც ჩემთვის არ აღმოჩნდა კომფორტული და იმ თავითვე დავიწყე უკვე ბავშვებთან, ამიტომ უკვე ძალიან დიდი ხანია მხოლოდ ბავშვთა მიღება მაქვს. იცი რა მინდა კითხო, ნუ ზოგადად ჩემი დაკვირვებითაც ძალიან რთულია ბავშვთან მუშაობა. ნუ თავისი რაღაცა ძალიან ბევრი პლუსი და ემოციებია, ალბათ რაში დამეთანხმები. თუმცა, ნუ აი თუნდაც აპარატურასთან რომ უნდა გააჩეროს თავი რაღაცა პერიოდი რო ზუსტი დიაგნოზი დაისვას თუნდაც და განისაზღვროს რეფრაქცია. რა იყო мотиваცია ან რატო გადაწყვიტე რომ აი ბავშვებთან გემუშაო მხოლოდ რა? ჩვენი საყვარელი ხუმრობა არის რომ ბავშვებთან ურთიერთობაში ყველაზე რთულია მათ მშობლებთან ურთიერთობა. სიმართლე რომ გითხრათ, იმდენად უკვე ბევრი წელი ამას ვაკეთებ, ვერც ვამჩნევ, რომ რაიმე არის სირთულე. თუმცა თუ ახლა სერიოზულად დავფიქრდებით, მიხვდებით, რომ რა თქმა უნდა, თუ კი დიდებთან ურთიერთობისთვის, დიდ პაციენტებთან ურთიერთობისთვის მხოლოდ ცოდნა და თავაზიანობა არის საკმარისი. ბავშვებთან არ არის თავაზიანობის ვერ გადიხარ და სოჟერს მე მაქვს რილსი თუ ნახულობთ ჩემს გვერდს, ცოტა ისეთი იუმორისტული კონტენტიც მაქვს ხოლმე, სადაც ბავშვთა ოფთალმოლოგი არ არის მხოლოდ ექიმი.
ეს არის ანიმატორი, ფსიქოლოგი, დედა, მამა, ყველაფერი ხარ იმ წუთას, ის 40 წუთი რაც ბავშვი შენთან არის და რაც თავარია, ამან შეიძლება მე განსაზღვროს თუ როგორ მივა ეს ბავშვი უფრო დიდი სირთულეების დროს სხვა ექიმთან, იმიტომ რომ უამრავი ბავშვი მოდის აბსოლუტურად მოუმზადებელი, სადაც რა თქმა უნდა მშობლის მიზეზიც არის, როდესაც და ჩვენ ძალიან ბევრ დროს, რესურსს, ფულს ხარჯავთ იმაზე, რომ შემეცნებით როლიკ ვიდეოებს ვაკეთებთ, რომ როგორ მოამზადო ბავშვი ექიმთან ვიზიტამდე. რომ ბავშვს არ უნდა უთხრა, რომ ეხლა ნემს გაგიკეთებს ექიმი მოვა და არ უნდა იყოს ექიმი დემონიზირებული, ანუ ამით პირიქით, რომ შენ ექიმთან იმიტომ მიდიხარ, რაღაც პრობლემა გაქვს, რომელსაც მოგიგوارებს და გეხმარება. ვასწავლით რომ წამოიღეთ რაიმე სათამაშო თან რაც უყვარს რომ შინაურულ გარემოში იყოს ჩემი კაბინეტი აბსოლუტურად ადაპტირებულია ბავშვებისთვის რა თქმა უნდა აპარატურასაც განსხვავებულს ვიყენებთ და რომ გითხრათ რომ პროცენტულად თუ არსებობს ისეთი შემთხვევები როცა ბავშვმა თქვა რომ არა მე არ გავიკეთებ ალბათ წელიწადში იქნება 1-2 პაციენტი ეგეთი, როცა პრობლემა გვექნება და ვეუბნებთ რომ მოდით ხვალ მოვიდეთ, ეგ მოვიდეთ და განმეორებით ვიჩვევთ ესე რომ თქვა პაციენტს, იმიტომ რომ შიშის მომენტი არის თეთრ ხალათის პრინციპი პრობლემა არის დიდებშიც რომ ხედავენ თეთრ ხალათს, ამიტომ მე თეთრ ხალათი არასოდეს ამცმია, მე მოვცვალოთ ფერადი ტანსაცმელი, მაქვს რაღაც ბროშები, სათამაშოები, პლაკატები, რომელიც ბავშვს აგრძნობინებს თავს, რომ ეს არ არის ექიმი, ეს არ არის ბუა, ნემს არავინ არ გაგიკეთებ. კი, იცი რა არის, მეც ახლა ერთ სიტუაციას მოყვები, რასაც შევესწარი, რომ აი ეგ ძალიან სწორია, რომ ექიმი ეუბნება, რომ ნუ თუ ბავშვი ძალიან ისეა რადიკალურად განწყობილი, რომ არ მინდა და ნუ ვერ უკეთებ ვერაფერს, ასე ვთქვათ, დედას უნდა ხოლმე მაინც, რომ აი დღეს რადგან მოიყვანა კონსულტაციაზე. აქვს აღებული, მესის მშობლისიც. ხო, რომ დღეს გასინჯოს ექიმა და ნუ მიდის რაღაცა, რომ აუ და აი მანდ არის ხოლმე, რომ რაღაცა ნემს გაგიკეთებ დაჯექი ხა წყალად. ან გავაკავოთ. ხო, ან გავაკავოთ. როცა თვალს ესე შევა შეადირი. ხო, და რაც უფრო შეშინებული, უფრო ნაკლები სტრესი. ამით მედეს თუ ისეთი პათოლოგია არ არის, ხა არ არის საუბარი ტრამაზე, რომელიც მაშინ უნდა ნახოთ, საუბარი არა. იცით 7 თვის წინ შევნიშნეთ, რომ თვალებს ახამხამებს. მოდი, ერთი დღით კიდე გადავდოთ და ხვალ ნახოთ. ეგ ძალიან სწორი დამოკიდებულება, ნამდვილად, იმიტომ რომ ნუ მომავალშიც აბსოლუტურად. ხო, ოკეი. ნუ სირთულე არის ისიც, რომ აი თქვენ თვითონაც ახსენეთ, რომ აი 2-3 წლამდე ბავშვებს თანამშრომლობის სურვილი არ აქვთ. ხა ის ვერ გეტყვის რას ხედავს, ძირითადად ვერ ხვდება, რომ პირდაპირ უნდა იყუროს, რომ მნიშვნელოვანია, რომ არ დაახამხამოს, არ გადაიტანოს წამის მიასედითაც კი მზერა. ასევე სირთულე არის ის, რომ დღის განმავლობაში 20-25 პაციენტის პირობებში გიწევს როლის ცვლილება, იმიტომ რომ 2 წლის ბავშვს ვერ დაელაპარაკები ისე როგორც დაელაპარაკები 6 წლის. 6 წლისას ვერ დაელაპარაკები როგორც 10 წლისას და მე უკვე 17-16 წლის ბავშვი უკვე ჩამოყალიბებულია, იმას ვერ ეტყვი, რომ მოდი ჩემო პატარა აქ დაჯექი. იცი რა მინდა გითხრა? ნუ პედიატრიული ოფთალმოლოგია და ნუ ზოგადად ნებისმიერი სამედიცინო ნებისმიერი მიმართულება უпростоრად სამედიცინოსი, ვისაც კი ბავშვებთან აქვს შეხება, არის რომ ალბათ მე მაინც გონია ხოლმე და ჩემი დაკვირვებით ძირითადად ესეა რომ რაღაცა თანდაყოლილად ისეთი ადამიანები არიან ხოლმე რომ რაღაც ძალიან პოზიტიურები, უფრო ემოციების გამოშვება რო შეუძლიათ დადებითი გულისხმობ. თუმცა ხოთ რომ ძალიან დადებითი ადამიანი ვარ, ძალიან პოზიტიური ხო? არა, საითი მყავს ახლა ეს საუბარი. მოკლედ თუ არის, ნუ ეს თანდაყოლილი ნიჭი ალბათ უნდა გქონდეს და მაგის მიხედვითაც ირჩევ ბავშვების მიმართულებას, თუმცა თუ არის აუცილებელი და შენს შემთხვევაში როგორ არის მაინტერესებს, გარდა ამ სამედიცინო მიმართულების ან ოფთალმოლოგიისა, რაიმე დამატებითი ცოდნა თუ უნდა გქონდეს გულისხმობ ბავშვებთან ურთიერთობის, რომ რაღაცა ის სიმულაციები გააკეთოს ან ამოიცნოს ბავშვების ემოცია, რეაგირება როგორ გააკეთებს საერთოდ ცხოვრებაში, ამიტომ ყველაფერს ნიჭირება. მაგრამ თუ ისწავლებად ხო, ან თუ არის რამე, რაც აუცილებლად პედიატრიულ ოფთალმოლოგს უნდა გქონდეს ნასწავლი. ხო. ანუ ხო. რამდენიმე ნაირად შემიძლია რა გიპასუხოთ, ნუ ჯერ ერთი გეტყვით რომ მე მყავს 9 ნათლული, ამიტომ ბავშვებთან ურთიერთობა ჩემს არ არის. ხო. და რთული. რაც ეხება პედიატრიული ოფთალმოლოგია, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს არის პედიატრიული და მოზრდილების დიდების ოფთალმოლოგია არის გაყოფილი. ცალ-ცალკე, იმიტომ რომ ნორმა პედიატრიული ოფთალმოლოგიაში სხვა არის, დიდებში სხვა არის. ასაკობრივი ნორმაც კი სხვა არის თვითონ ამ ბავშვებში და როგორ შეიძლება ახლა 3 წლის ბავშვი და 60 წლის ბავშვი
ადამიანში იყოს ერთ და იგივე ნორმა, ხო? ამიტომ ძალიან მიკვირს ხოლმე, როდესაც კითხულობენ, ვინ არის საუკეთესო ექიმი და არ წერენ მაგალითად ასაკს. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ქირურგი არ ნიშნავს, რომ იქნება ძალიან მაგარი პედიატრიული ოფთალმოლოგი ამ პირიქით, ხო? ამიტომ ამას მიმართულებასაც ხო რაღაც მიმართულება. რა თქმა უნდა, არის სტრაბიზმი, ცალკე მიმართულება, არის გლაუკომა თანდაყოლილი. არის, ქირურგია ცალკე და არის, რა თქმა უნდა, მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი და ეს შემდეგ ეს ყველა სხვა მიმართულება არის და შეუძლებელია რომ ყველა ექიმა ყველაფერი იცოდეს 10-ზე და 100-ზე. ამიტომ ჯობს რომ რაც რო ჩაიშლება, სპეციალიზაცია ცალ-ცალკე უკეთესი იქნება, იმიტომ რომ გლაუკომატოლოგი სხვა არის, იქ რეფრაქციული სხვა არის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პაციენტი მოიგებს ამით. ნამდვილად გეთანხმება. კი ესე იქნება და პრაქტიკა აჩვენებს რომ ესე ჯობს. რაც შეეხება ცოდნას მე ვფიქრობ რომ ეს არის რაღაცა ნახევრად ხუმრობით რო თქვა, აი პირველად როცა ხარ მშობელი და მე უკვე მეორედ მესამედ მეოთხედ უკვე მეტი ცოდნა გაქვს. დაახლოებით ეგრეა. ბავშვებთან ურთიერთობის, პაციენტ ბავშვებთან ურთიერთობის ცოდნა მოდის პრაქტიკიდან, რა თქმა უნდა. მე დღეს ვარ გაცილებით კარგი ამ ურთიერთობებში, ვიდრე ვიყავი დასაწყისში, როცა ფეხები და ხელები მიკაკალებდა, რომ აი რა გაჩერდეს ბავშვი და რაღაცა და რაღაცა. თუმცა მე მაინც შემიძლია ესე დავიტრაბა ხო, თუ ცუდად არ გამომივარო, ძალიან დიდი და მაგარი სკოლა მაქვს გავლილი იქ რეზიდენტურის, ოფიცრად ორდინატურის და ასპირანტურის დროს უშუალოდ ბავშვებთან ურთიერთობის, იმიტომ რომ მე ვუყურებდი როგორ მუშაობენ პროფესორები, პროფესიონალები ბავშვებთან. და მათ ჰქონდათ 30-40 წლიანი გამოცდილება და ამას ხედავ და მე გადმოგაქვს. ამატებ შენსას, ცვლილად არ მოგწონს და აკეთებ სრულყოფას მე. ამიტომ კი, სხვა სპეციფიკა აბსოლუტურად თუ კი ვინმე ახერხებს რომ ბავშვთანაც და დიდთანაც იყოს ერთნაირად პროდუქტიული, ხარისხიანი და პაციენტი ამით არ დაზიანდეს, მე მხოლოდ ვშურს ამ ადამიანების. მე ავირჩიე მხოლოდ პედიატრიული ოფთალმოლოგია, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის კომფორტის ზონა. კი, მე დაგეთანხმები, 100%-ით უფრო მეტი ცოდნა შეგიძლია გქონდეს, როცა რაღაცა ჩაშლილია კონკრეტულ სპეციალიზირებული, როდესაც არის რა. ტენდენცია არის ხოლმე ადამიანმა ადრე იყო უფრო ალბათ, ხო, რომ რაღაცა ოფთალმოლოგი და ყველაფერი, ხო. იმ ხარისხით ვერ ეცოდინება, რაც ვთქვათ, ერთი მიმართულება მიკვირს შეიძლება ითქვას მშურს პედიატრების ცოდნა, როდესაც პირველი პედიატრთან მიდის, ხო, 3-4 წლამდე პაციენტი პირდაპირ ოფთალმოლოგთან არ მოდის და რამდენი რამე უნდა იცოდეს პედიატრმა ყური, თვალი, ყველა შინაგანი ორგანო, რომ სწორად განსაზღვროს და რა ვიცი, მართლა ძალიან პატივს ვცემ ამიტომ პედიატრებს, რომ ეს სხვა ცოდნა აქვთ მართლა. ოკეი. მოდი, რადგან პედიატრი ვახსენეთ, მაინტერესებს ძირითადად პაციენტები, ვინც მოდიან ხოლმე პირველ ვიზიტზე, პედიატრის გადმომისამართებულია მშობელმა შენიშნა, ვინმე მუთხრა, თუ თქვათ სხვა ტიპის ექიმმა მოიყვანა ოფთალმოლოგამდე. ძირითადად როგორ არის ხოლმე? ალბათ ასაკიდან გამომდინარე შეიძლება რომ ჩავშალოთ, იმიტომ რომ მაინც 3-4 წლის ბავშვები უფრო მიჯაჭვულია პედიატრზე. და პირველი თვალი გაუწითლდა გამონადენი აქვს, მიდის მაინც პედიატრთან. ამიტომ გადმომისამართება მე ხდება პედიატრისგან. სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები უფრო ხდება, აი მაგალითად შემთხვევით მასწავლებელმა შენიშნა, რომ ვერ ხედავს კარგად, ან მათემატიკის უჯრაში ვერ ხვდება ბავშვი, ან ახლოს მიაქვს საგნები. ესეც ხდება. და უფრო დიდი ასაკი, უფრო მაინც თავისი ჩივილებიდან გამომდინარე. ანუ სხვადასხვა მომართვიანობა არის სხვადასხვა ასაკის მიხედვით. ოკეი. გასაგებია. ძირითადად პაციენტები, ვინც მოდიან თქვენთან, მოდი ესე ვიტყვი, მე არ ვიცი ხა ზუსტად რამდენ ოფთალმოლოგს რა რევიუებს უწერენ და რა კომენტარს, მაგრამ ძალიან ხვდებოდა თვალში ბოლო პერიოდში ძალიან დადებითი შეფასებები, ხო, მშობლების და ბავშვების საყვარელი ოფთალმოლოგი და ასე შემდეგ. ცხადია, ალბათ უარყოფითიც იქნება, მაგრამ ხო, აი ძალიან ბევრი დადებითი შეფასებებია ხოლმე და რას ფიქრობ,
ну, ალბათ პირველ რიგში ხო ეს რაღაცა პაციენტის და ექიმის ურთიერთობიდან გამომდინარე იქნება ალბათ მაგას მიპასუხებ. თუმცა აი კიდევ რა ფაქტორები ახდენს ამაზე გავლენას, როგორ ფიქრობ? და მე ჩემს აზრსაც მიხარია თუ ესე არის, ტენდენცია ნამდვილად არის უფრო კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა, ვიდრე დავუშვათ უკმაყოფილებას და რა თქმა უნდა, რაც მეტი პაციენტია პროცენტულად ყოველთვის არის ალბათობა, რომ შეიძლება ვიღაცა იყოს უკმაყოფილო. პირველ რიგში გეტყვით, რომ აი მე რო დავბრუნდი და ვთქვი, რომ მე ვარ მხოლოდ ბავშვთა ოფთალმოლოგი. თქვენ ეზრით რამდენი მხოლოდ ბავშვთა ოფთალმოლოგი იყო მაშინ ქუთაისში? რამდენი წლის წინ არის საუბარი დაახლოებით? 2 წელიწადნახევარი 3 წლის წინ. ქუთაისში შეიძლება დაანცო 1 ან არც ყოფილი. მხოლოდ ბავშვთა ოფთალმოლოგის არ არის. ნუ თბილისშიც არ არის ბევრი ხა ეგრე. ხო, მაგრამ არის ძალიან ხმამაღალი გვარები და სახელები თბილისში. თქვენ მაინც განებირებული ხართ. ქუთაისში არ იყო მხოლოდ ბავშვთა ოფთალმოლოგი, რა თქმა უნდა, შერეული მიღება აქვთ ექიმებს დღემდე. ძალიან კარგ პროფესიონალებს, თუმცა მხოლოდ ბავშვთა ოფთალმოლოგი არ იყო. და როდესაც მე ვთქვი, რომ მე ვარ მხოლოდ ბავშვთა ოფთალმოლოგი, ყველა მითხრა, რომ ანუ შენ რამე სხვა ბიზნესი გაქვს, ანუ ამითაპირებ ცხოვრებას, მაგრამ ნუ მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს გაამართლებს. და ეს არის სწორი მიმართულება და ეხლა უკვე დაიწყო ტენდენცია, რომ თითქოს ვიღაც სხვა კლინიკები იწყებენ უკვე ბავშვთა ოფთალმოლოგიის ხაზის განვითარებასაც, იმიტომ რომ კატარაქტის წილი იმდენად დიდი არის კატარაქტის ქირურგიის დღეს ქართულ თუ შეიძლება პრინციპში რატო შეიძლება ბაზარეს მედიცინა უკვე არის ჩვეულებრივი სერვისი, მომსახურება, ფასიანი მათ შორის, ამიტომ ბაზარზე დღეს კატარაქტის წილი არის იმდენად დიდი, რომ ექიმების უმეტესობა გადართული. შესაბამისად ვერავინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბავშვთა ოფთალმოლოგიას შეიძლება ჰქონდეს ასეთი პერსპექტივა. მაგრამ ჩემო პრაქტიკამ აჩვენა, დაახლოებით წელიწადნახევარში მე მყავდა უკვე დიდი ბაზა პაციენტების. ამით უმეტეს, რომ როდესაც მოდის პაციენტი, თუ კი ის იღებს შესაბამის სერვისს და არის კმაყოფილი, მას მოყავს კიდე 2, 4, 6 კილომეტრული პროგრესით იზრდება პაციენტების რაოდენობა. დღეს უკვე პაციენტს და პაციენტის შობას არ სჭირდება რაღაც თავისით ეძიოს ვინმე ექიმი, არის რეკლამა, არის სხვა ჯგუფი, სადაც ისინი კითხულობენ კონკრეტულ კითხვებს, არ ერიდებიან ექიმის კრიტიკას, მათ შორის არც უარყოფით და ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ამას, იმიტომ რომ ეს არის სერვისი, რომელშიც ფულს იხდის პაციენტი. შესაბამისად, მე თუ რამე სერვისი არ მომწონს თუნდაც რესტორანში თუნდაც არ გამომივიდეს, ახლა შედარება ხო, მაგრამ იქაც ფულს ვიხდით, იქაც ფულს ვიხდით. იქაც ვითხოვთ ხარისხს. თუ კი მე შემიძლია რევიუ დავუწერო ჩემი უკმაყოფილება რესტორანს, რატომ არ შეუძლია პაციენტს იგივე გააკეთოს, ხო? ამიტომ უნდა შევეგუოთ, რომ ვინც არის უკმაყოფილო, აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, ხო? რა თქმა უნდა. შორს წავედით, ვგულისხმობ იმას, რომ პაციენტებს ყოველთვის უკვე მოყავთ სხვა პაციენტები და დღეს მე მყავს ყველაზე დიდი პაციენტების ბაზა დასავლეთ საქართველოში, ძალიან თამამად ვიტყვი ამას. და კი, ტერმინი მხოლოდ ბავშვთა ოფთალმოლოგია ასოცირდება მათ შორის ჩემი წყალობით ჩემთან. კი, ნამდვილად. იმიტომ რომ მანამდე თუ კითხულობდნენ, ვისთან მივიყანო ბავშვი თვალის ექიმთან, ახლა კითხულობენ, ვისთან მივიყანო ბავშვთა ოფთალმოლოგთან. ანუ უკვე ყველას ცნობიერება შეიცვალა, თუ მანამდე 2-3 ადამიანი იკითხულობდა, ეს ახლა უკვე ყველას აქვს ეს ხაზი, რომ ბავშვი უნდა მივიყანოთ ბავშვთა ოფთალმოლოგთან, იმიტომ რომ თუ არსებობს ბავშვთა გინეკოლოგი, უროლოგი, რატომ არ არსებობს? რითი განსხვავდება, ხო? ისიც სფეროა და სხვა პათოლოგია და ნორმა არის ასაკში და აქაც. ამიტომ ძალიან კარგი ტენდენცია დაიწყო ახლა ბავშვთა ოფთალმოლოგია ცალკე და რეგიონში გულისხმობ თბილისში ყოველთვის იყო საბედნიეროდ და კონკურენციაც უკვე იწყება, რაც ძალიან კარგია ჩემი აზრით, რომ თუ კი ვინმე იქნება კონკურენტი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, იმიტომ რომ ეს ჩვენი განვითარებისთვისაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა. ჩემს აზრსაც გეტყვი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაღაცნაირად ბოლო პერიოდში და არ ვიცი შეიძლება ადრეც დაიწყო ეს, თუმცა მე რომ მომხვდა თვალში, ასე ვთქვათ, იმ პერიოდზე ვამბობ, რომ არის ასეთი ტენდენცია, რომ თვითონ ექიმები და შემთხვევაში მაგალითი ხარ ამისი პირდაპირი, რომ
რაღაცნაირად შეიქმნა აი ასოცირება აილაინში რადგან მუშაობ ანუ კლინიკის და ოფთალმოლოგის კავშირი როგორ არის მაგრამ ამ შემთხვევაში რას მინდა გაუსვა ხაზი რომ წამოვიდა ის ტენდენცია რომ თვითონ პერსონა ექიმი ქმნის თავის ბრენდს მე ეს ძალიან მომწონს და ვფიქრობ რომ აი რატომ ყავს ამდენი პაციენტი ასე შემდეგ ერთ-ერთი გავლენა ეგეც იქნებოდა რომ აი თუნდაც ის rilsები მოკლე ვიდეოები რომ სანამ მიიყვანთ ოფთალმოლოგთან როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი მოკლე ინფორმაციები არ იყო აქამდე რას მივაქციოთ ყურადღება კი არ იყო და ნუ მშობლისთვის ნუ თავის ბავშვის შვილის ჯანმრთელობა ნომერ პირველი პრიორიტეტულია და ძალიან ყურებადია და ძალიან ბევრი ინფორმაციის მომცემია და საჭირო ინფორმაციის. მოდი აი ამაზე რომ ვისაუბროთ ზოგადად კლინიკა უნდა აკეთებდეს, ანუ კლინიკაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი, ანუ როგორც ბრენდი კლინიკა უნდა იყოს თუ როგორც ექიმი. ანუ ან რა უშლის ხელს ეს ორი ერთმანეთს რო ერთდროულად იყოს თუ ეხმარება. ჩემი აილაინთან ასოცირება, ნუ მე აილაინში რომ მივედი უკვე აღარ ვიყავი ისეთი ნოუნეიმი, უკვე მქონდა გარკვეული ბაზა, მუშაობდი უკვე საკუთარ რეკლამაზე, მაგრამ აილაინში მისვლის შემდეგ ეს გასმაგ და ჩაიდო უამრავი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური, ჩემს რეკლამაში უშუალოდ და დღემდე იდება და ძალიან მადლობელი ვარ ამითი, თუმცა მე მაინც გონია რომ მხოლოდ ფინანსური რესურსი ან რაიმე რესურსების ხარჯვა თუ კი ექიმს არ აქვს შესაბამისი ცოდნა, ქარიზმა, უამრავი კლინიკა, რომელსაც დიდი ასოებთა წერია ექიმის სახელი გვარი და ექიმი სამწუხაროდ ვერ ამართლებს, ახლა მამის სახელიც რომ მიწერო, იქ მაინც არ იქნება ის არასოდეს ბრენდი, იმიტომ რომ არ აქვს ან ენერგეტიკა არ აქვს, ან ცოდნა არ აქვს, ხო? ჩვენ შემთხვევაში მე მგონია რომ ტანდემი მოხდა, იმიტომ რომ ჩემთვის აილაინთან ასოცირება არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება ამ ეტაპზე, ჩემი კარიერის ამ ეტაპზე მოხდეს და იმედი მაქვს რომ კიდე დიდხანს. იმიტომ რომ აილაინი არის ცალსახად რეგიონის ლიდერი დღეს თავისი აღჭურვილობით და იქ მომუშავე ადამიანებით, ამიტომ ჩემთვის ეს არის მხოლოდ პლუსი, რომ მე ვმუშაობ აილაინში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს არის სიმბიოზი და აილაინისთვისაც არის პლუსი რომ იქ ვარ. თუმცა შედეგი ნამდვილად ორივესთვის ვფიქრობ რომ ძალიან კარგი და მომგებიანია. კი, მე გეთანხმები, თუმცა არის ასეთი ტენდენცია და ძირითადად მსხვილ კლინიკებში, სადაც საკმაოდ ბევრი ფული იხარჯება ტექნოლოგიების შეძენაზე, არის ხოლმე მათი მენეჯმენტის, მარკეტინგის მხრიდან ასეთი სტრატეგია, რომ აქცენტი გაკეთდეს ბრენდზე, კლინიკის ბრენდზე და არა ექიმზე. ალბათ მე ვფიქრობ, აქ არის ის მომენტი, რომ ნუ ეს ექიმი რომ წავიდეს ამ კლინიკიდან, არ აწყობთ რაღაც მხრივ, ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ მენეჯმენტია შესაძლებელი, იმიტომ რომ კარგ მენეჯერს კადრი არ გაიქცევა, ამიტომ როცა ვიღაც წავა კლინიკიდან, ესე იგი მენეჯერმა დაუშვა შეცდომა, ამიტომ ვფიქრობ, ძირითად შემთხვევებში ასეა ხოლმე, მაგრამ ნუ არსებობს გამონაკლისებიც, რომ შეიძლება რაღაცა თუ კი კლინიკას აქვს იმის ფუფუნება, რომ ყავდეს ბრენდი ექიმი, ეს არის კლინიკის პლუსი. თუ კი კლინიკას აქვს იმის ფუფუნება, რომ შექმნას ბრენდი ექიმი, თავის ბრენდთან ერთად, ეს არის უდიდესი პლუსი. მე არასდროს არ მომუშავია არა ექიმ უფროსობასთან ესე რომ ვთქვათ. და ეს არის უდიდესი ფუფუნება და მე რა ვიცი, ყოველდღე მადლობას ვამბობ, რომ ჩემი უფროსი არის ექიმი, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის რა საჭიროება გვაქვს. ამას ბიზნესმენი არასდროს არ მიხვდება სამწუხაროდ. კი, ხვდები რასაც გულში. ამიტომ ეხა ცოტა პრივილეგირებული საფეხურიდან არ გამოვიდეს, მაგრამ აილაინში არის კომფორტი. იმიტომ რომ უფროსი არის ექიმი. მან იცის რა გვჭირდება, რა უნდა გააკეთოს და 21 საუკუნეში თუ ვინმეს არ ესმის, რომ რეკლამა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის რა თქმა უნდა მათი პრობლემა. ჩვენ საბედნიეროდ ეს გვესმის და ჩვენც და ჩვენი პაციენტები ძალიან ყვაყოფილი ვართ ჩვენი სერვისით. თუმცა ბრენდი მოგიყვანს პაციენტს კლინიკაში. მე შენ გადაანაწილებ ამ არა ბრენდ ექიმებთან, ესე რომ ვთქვათ, თუდად არ გამოგვივიდეს, ანუ თქვენ ხაზს ვაგრძელებ, მაგრამ აი მეორე თუ დაბრუნდება ეს პაციენტი. ხო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს პაციენტი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა კლინიკამ უნდა ეცადოს, რომ
თითოეული ექიმი 10-დან 10 ექიმი გახდეს ცნობადი და ბრენდი ცოტა ისეთ სახელი, მაგრამ გახდეს ბრენდი. თუმცა ძალიან რთული ალბათ. და მოდი აქვე, რადგან წეღან ახსენე სერვისის ნაწილი, მაგაზეც ვისაუბროთ. შეიძლება ყავდეს 10 ვებიმართულებით, ასე ვთქვათ, ძალიან სახელოვანი და ბრენდი ექიმი, თუმცა ამის გარდა არის სერვისი, რაც შეიძლება ექიმმა ვერ უზრუნველყოს. თუნდაც აი ვთქვათ, რომ მოვა ოფთალმოლოგთან, მე რაღაცაზე დაჭირდეს გასვლა, რაღაც პროცედურის გაკეთება, აი ძალიან დიდი მოლოდინის დრო, ჩაწერებთან დაკავშირებით ხშირად არის პრობლემები და სხვათა შორის აქვე ვიტყვი ყველაფრის დასახელების გარეშე, რომ არიან ექიმები, იყვნენ ყოველ შემთხვევაში, რომლებიც ერთი და იგივე დროს წერდნენ ხოლმე ყველა პაციენტს, რომ ხელოვნურად ყოფილიყო რიგი და ეს ასოცირდებოდა იმასთან, რომ ძალიან მოთხოვნადია. კი. თუმცა დღეს უკვე ეს რაღაცნაირად ჩვენც უფრო მეტი კლინიკაა ისეთი, რომელიც სერვისზე აკეთებს აქცენტს და პაციენტების მხარესაც გაჩნდა ეს უფრო მოთხოვნილება, რომ ყველაფერი იყოს დაალაგებული და რო ხარ თქვათ პირველ საათზე ჩაწერილი, შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული შეფერხება და შეხვიდე 2:30-ზე, ან 2-ზე, მაგრამ არა 6 საათზე საღამოს. ანუ სერვისიც რო ვისაუბროთ, მხოლოდ ლაინზე არა, ზოგადად რაც ხდება საქართველოში, მაინც არის გაუმჯობესების ტენდენცია, ხო? ადრე იყო, რომ რაღაცა აი ექიმთან მიდიოდი, ძალიან მაგარი ექიმია, ცოცხალი რიგით, შეიძლება რაღაცა დილის 6-ზე მისულიყავი და რომ მიიღო თქვათ საღამოს, როგორმე შენი თავი პაციენტს გულისხმობ, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად ამის გაუმჯობესებაზე მიდის მუშაობა, ხო? იმიტომ რომ ვიცით ევროპაში რაც ხდება, ამერიკაში რაც ხდება, როგორ არის ეს სისტემა დაალაგებული და რაღაცნაირად ჩვენთან მაინც ჯერ ვერ ვართ იმ სიმაღლეზე, თუმცა მიდის ამაზე მუშაობა და გაუმჯობესება. და ალბათ ეს რასაც გულისხმობ, წეღარაც თქვი უფრო სწორედ, რომ ის მოიყვანს მერე კმაყოფილი პაციენტი 3-5 და შეიძლება 10-საც ურჩიოს, სერვისიც ერთიანდება ექიმის პროფესიონალიზმთან ერთად, ხო? რაც თქვენც ახსენეთ. აი სერვისი რო იკითხეთ, მე უფრო წავედი იქეთ, რომ ყველა სერვისი გვაქვს თუ არა კლინიკაში და დავფიქრდი რა არ გვაქვს და ნამდვილად ყველა სერვისი გვაქვს კლინიკაში და კიდე ემატება და ჩვენ დავარ პლუსი რაც არის კიდე არის ის რომ მე მგონი თელ საქართველოში არის 5 თუ 6 რეტინალური ქირურგი ხო და ერთ-ერთი ჩვენ გვყავს და არა მეტია უფრო ჩემი აზრით რა არის გადავხედე ხო თუმცა ზოგადად ბევრი არ არის აჰა ძალიან მაგარია რა ჯერხო სერვის მეც გქონდა ეგეთი შემთხვევა რომ ენდოკრინოლოგთან იყო ეგეთი შემთხვევა რომ 5 პაციენტი ერთად შეგვიყვანეს ერთად ქალბატონს ეკითხები ამ ბოლოს როდის გქონდა ციკლი. ნუ ჩვენთვის ეს არის ყოველხერხულობა, იმიტომ რომ ექიმი ვარ, მაგრამ ჩვენს გვერდით იჭდა სხვა ხალხი და ეს პირადი ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ, როდესაც გაქვს გადახდილი მით უმეტეს ქუთაისის ფასებთან შედარებით თუ ამბობ ანუ 80 ლარი ქუთაისის ფასებზე, საშუალო ხელფასთან გამომდინარე საკმაოდ მაღალი არის ხო კონსპეციაზე და როგორც მინდა 15 წუთი უნდა დაუთმოს ექიმმა. და როდესაც 5 შეყავს, 6 შეყავს, ეს იწვევს მე გარკვეულ დისკომფორტს და გაურკვევლობასაც. ჩვენთან კონკრეტულად ბავშვების სერვისზე წინასწარ ჩაწერაც გვაქვს და ცოცხალი რიგიც გვაქვს. ამიტომ აი 9 საათი არის მაქსიმალური დრო, რომელიც შეიძლება დასჭირდეს პაციენტს მოლოდინის რეჟიმისთვის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ცოცხალი რიგით მოსული პაციენტი მაინც ყოველთვის მზად არის ფსიქოლოგიურად, რომ შეუძლია უფრო მეტად მოითმინოს, მაგრამ მე ვერ ხვდები თუ პირველზე ჩამწერეთ 2-ზე რა უნდა მიმიღოთ. ნუ 2-ზე შეიძლება, ახლა ცოტა ხნის წინ მქონდა ზუსტად ეგეთი შემთხვევა, რომ გავყევი ჩემს მეგობარს და ნუ აი არ ვიცი 8 ადამიანი იყო წინ და რისთვის იყო ჩაწერილი ვერ გავიგეთ და წამოვიდით უკან რა თქმა უნდა იმიტომ რომ საღამომდე ვერ შევიდო და საკმაოდ კარგ პროფესიონალთან მაგრამ ნუ ექიმის როლი არ არის ანუ ექიმი არაფერ შუაში არ არის რეალურად რადგანეგუება ხო მაგრამ ჩემი პაციენტის კომფორტი არის პირველ რიგში ჩემი პლუსი იმიტომ რომ ჩემი გაღიზიანებული პაციენტი რომელიც 9 საათი იცადა და დაიღალა მოშივდა იტირა ნუ ბავშვებზე ვამბობ კონკრეტულად მე შემოვიდა ჩემი სიძნელი არის კვლევის დროს ამიტომ ჩემი ინტერესია პირველ რიგში ჩემი პაციენტი რომ მოვიდა პირველზე შემოვიდეს ჩემთან დროულად რომ იმერლი მოიცან არ გადაჭიჭინდეს და დროულად გავაკეთოთ ეს ყველაფერი თამაშით კომფორტით და მე გავუშვათ
სახლში ასევე ნასია მონები და კი. მოდი შევეხოთ იმ ცოტა სკანდალურ თემას. ეხლა მუსიკა უნდა დაედოს ხო? ხო, ხელოვნური ინტელექტსაც რო ვკითხე გუში რაღაცა მოკლედ რა არის მნიშვნელოვანი ინფორმაციები სახელით და გვარით. პირველივე ამოდის ეგ ინფორმაცია რო იყო ეგეთი შემთხვევა. პირველივე ამოდის მე კიდე მინდა რომ ამოვიდეს რა კარგი ექიმია. ხო, არა ეგენიც ეწერა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ აილაინამდე რა გამოცდილებაც გქონდა სხვა კლინიკაში მუშაობის. ყველა მიცის რომელ კლინიკაზეც არის საუბარი, რაღაცა სკანდალურად პლაკატები თუ რამე შემეშლება გამისწორე, რაც იყო ბანერები მოკლედ თქვენი სახის და სხვა ექიმებიც, რომ წამოხვედი ამ კლინიკიდან, დადეს სმაილები, ხო? ხო, გადაიფარა ჩემი სახე ცოტა არა კოლეგიალურად, არა პროფესიონალურად და ძალიან ცუდა. და ძალიან დიდი მხარდაჭერა გქონდა მაგ პერიოდში ექიმების. კი, მე ხედავ თუმცა ეს სკანდალი იყო, მაგრამ ყველა მიცის ჩვენ სფეროში ამის შესახებ. კი, ესე იყო. რა შევეხოთ არც სახელებს, არც იმას, რას ფიქრობ? რატო შეიძლება მომხდარიყო ეს? ხო, იცით ამ თემაზე როცა ვსაუბრობ, არ მიყვარს შეფასების გაკეთება, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან სუბიექტურია და შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ რაღაც over რეაქცია მქონდა მაგ თემაზე, მაგრამ როცა პოსტი დავწერე, მეორე დღეს სხვა რეალობაში გავიღვიძე, იმიტომ რომ ვინც არც მიცნობდა, იმათაც გამიცნეს, უკვე და დიდი გამოხმაურება ჰქონდა მათ შორის შიდა ოფთალმოლოგიურ სფეროში. ოფთალმოლოგიებზე ვამბობ, მე საკმაოდ დიდი მხარდაჭერა იყო, მე რასაც მქონდა მართლა ძალიან დიდი. ყველაფერი კარგი არის, კარგად თავდება, ხო? ამიტომ ჩემთვის მაინც კარგად დამთავრდა, რა თქმა უნდა, ეს იყო ფსიქოლოგიური საკმაოდ ეწოლა, იმდენად დამთრგუნველი, რომ ერთი ფიქრი ვიფიქრე, რომ სასამართლოში ხარ წავიდე და რეალურად გამომეხმაურა ადამიანები. ანუ არ გაგაფრთხილეს შენ თქვა რომ ამას საპირებდნენ არ ვიყავი, თუმცა მე წამოსული ვიყავი უკვე 3 თვე და რატო იყო ეს ბანერები კიდე 3 თვე ჩემი სახით ჩემი გამოსახულებით, მათ შორის ერთზე მარტო მე ვიყავი. და რომ ყოფილიყო ეს ბანერები ისევ თქვათ. და არ ჩამოიხსნათ საერთოდ და არც სმაილი არ დაედოთ. მე უკვე ასოცირებული ვიყავი. არ ვიცი, მე არ მიფიქრია მაგ თემაზე, მაგრამ ფაქტია რომ 3 თვე არ მქონია ეს პროტესტი და ეს ბანერები იყო. თუმცა ალბათ თვითონ არ უნდათ რომ უკვე ასოცირებული სხვა კლინიკასთან ყოფილიყავი მათ ბანერებზე, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლებოდა სხვა ფორმითაც. მათ აიღეს ჩვენი შრიფტი, რომელიც ჩემს ახალ პოსტერზე იყო. ეწერა kids და smiley და ეს smiley მიმოწეს სახესე და kids ტანზე. დავიდან გვეკონდა რომ გაჩნია როგორ შეხედა, ცოტა იუმორით შეხედა. ვანდალიზმი. ჩვენ ესე ჩავთვალეთ, თუმცა ნუ აღმოჩნდა რომ მე ჟურნალისტებმა დარეკეს, აღმოჩნდა რომ არ იყო ვანდალიზმი, ანუ თავისი კლინიკამ გააკეთა. ყველაფერი კარგია, რაც კარგად თავდება, ყველა გამოცდილება გვეძლევა იმისთვის, რომ უფრო დიდები გავხდეთ, ესე რომ დასრულდა ყველაფერი საბედნიეროდ იმით, რომ ხალხის უპრეცედენტო გამოხმაურება ჰქონდა. საერთოდ აფეთქდა მათი Facebook გვერდი, დახურეს კომენტარები, წაშალეს პოსტები და მე უკვე რეაქტებზე გადავიდა ხალხი. მეორე დღეს უკვე ბანერები იყო ჩამოხსნილი, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, რომ 2 კვირიანი შეკვეთა ჭირდება, რა თქმა უნდა. ოკეი, მე მაინც მგონია, რომ ეგ кейსი რაღაცა ერთპიროვნული გადაწყვეტილების გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ეხა გუნდურად რომ დამჯდარიყვნენ, ეფიქრათ, მგონია რომ მაგას არიზავდნენ და კლინიკის იმიჯიც იმ პერიოდში. კი, მე ძალიან მომწერა, რომ არასწორი გათვლა იყო. არ გვინახავს მსგავსი წამოსვლა სამსახურიდან, რომელიც ესე დააზიანა კლინიკის იმიჯი, თუმცა ეს არ იყო ჩემი ამოცანა რომ ვიღაცა დამეზიანებია და დამესაჯა, ეს რა ყოფილიყო, მე წავიდოდი სასამართლოში და დღემდე იქნებოდა ალბათ ეს საქმე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს საქმეები სწრაფად არ თავდება. მაგრამ რაც მოხდა. მე არ მაქვს იმის დრო, იმის სურვილი, რომ ჩემი ენერგია ჩავდო იმაზე ფიქრით, რომ ვინ გააკეთა, ვინ არ გააკეთა. ფაქტია რომ მე არ გამიკეთებია ჩემს. ახალ კლინიკას არ გაუკეთებია და ვინც გააკეთა не нам с этим жить, ხო? მაგათმა უნდა იცხოვრონ მაგითი, ამიტომ თუ კი მათ ამან რაიმე პლუსი მოუტანათ, კი ბატონო. ჩავხუროთ ეგ თემა, მაგაზე აღარ ვისაუბროთ. მოდი გადავიდეთ დაავადებებზე. თქვათ რა არის უფრო გავრცელებული ხშირი პრობლემა ბავშვები
ჰიპერმეტროპიის შემთხვევაში და ასევე მაინტერესებს ასაკი, ძირთად რა ასაკამდე იღებ პაციენტებს. 18-ის ჩათვლით, 18 პლუს უკვე აღარ ვიყავ 19 წლიდან. ოკეი. აი რა არის, ეს პლუსი მინუს რეფრაქციული მანკები ალბათ ყველაზე ხშირად იქნება. რა თქმა უნდა, რეფლექსიული მანკები არის ნაკლებად ანთებითი პროცესები, უიშვიათესად რაიმე თანდაყოლილი მანკები, კატარაქტა, გლაუკომა, მაგრამ წამყვანი არის მაინც რეფრაქციული მანკები, პირველ ადგილს ალბათ მიოპია, ასტიგმატიზმი და ჰიპერმეტროპია. ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ჰიპერმეტროპია საქართველოში, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ საერთოდ არ ეთმობა არანაირ დრო ჰიპერმეტროპიას, არანაირ ყურადღება. მოდი გითხარი, რა არის ჰიპერმეტროპია, რომ გასაგები იყოს თქვა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის და ჰიპერმეტროპიას ყველაზე ხშირად ახსნიან არაექიმებისთვის როგორც შორსმხედველობას, მაგრამ ჩვენ არ გვიყვარს ეგ ტერმინი, იმიტომ რომ ჰიპერმეტროპიის ხარისხების მიხედვით ბავშვს შეიძლება ახლოსაც კონდეს თუ მხედველობა და შორსაც, ამიტომ შორსმხედველი აპრიორი აღარ გამოდის. ოკეი. ეს არის პლუსი, როდესაც ბავშვის რქოვანას აქვს გარდატეხის ძალა იმაზე ნაკლები, ვიდრე გვჭირდება. შესაბამისად, მას ჭირდება პლუს სათვალე, ან კონტაქტური ლინზა, საკორექციო საშუალება, რომელიც შეკრებს ამ სხივებს, გააძლიერებს გარდატეხვას, რომ ფოკუსი რომელიც დაეცემა ბადურის გარეთ, შემოვიდეს და დაეცეს ბადურაზე. იდეალურ შემთხვევაში. ჰიპერმეტროპიის ყველაზე ცუდი თვისება არის ის, რომ შეიძლება პაციენტი მოვიდეს ექიმთან 35-40 წლის 38 წლის ასაკში და მაშინ აღმოაჩინოს, რომ ჰიპერმეტროპია აქვს, იმიტომ რომ ბევრი ხარისხის ჰიპერმეტროპიას, მცირე ხარისხის ჰიპერმეტროპიებს საერთოდ შეიძლება არ ახასიათებდეთ ისეთი გამოხატული დაქვეითება მხედველობის. ამიტომ პაციენტი ხედავს შორს კარგად, ამიტომ ექიმთან რატომ მივა, ხო? ჩვენთან არ არის ჩეკაპები ყოველწლიური მასიურად და ეს ფუფუნება, ამიტომ არც კი იციან. მეორე უკიდურესობა არის, რომ ძირთადად ბავშვთა ასაკში ხდებოდა ადრე ყოველ შემთხვევაში ბავშვების მხედველობის შემოწმება არა ბავშვთა ოფთალმოლოგებთან. მიიყვანეს ბავშვი, დაჯდა, წაიკითხა 100%, თუმცა ეს 100%-იც პირობითია და ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვს დაანახეს მე-10 ხაზი წაიკითხა ბავშვმა და უკვე მე-11 და მე-12 ხაზი არ დაანახეს, თორე აქ უკვე შეიძლება დავა ზაბადოაზრით, რომ ეჭვი მივიტანოთ, რომ პლუსი ხომ არა აქვს ბავშვს. და უთხრეს ყველაფერი კარგად არის, დაუნიშნეს დამატენიანებელი წვეთები, გაუშვეს სახლში. შემდეგ უკვე დაბრუნდა 3 თვის 6 თვის მერე ბავშვი, ან სიელმით ან თავის ტკივილებით და ასე შემდეგ. დეკომპენსირებული ჰიპერმეტროპიით. არის რაღაც ხარისხი, არის რაღაც პერიოდი, როდესაც ჰიპერმეტროპიის კომპენსაცია ხდება. მაგრამ არის დეკომპენსირებული ჰიპერმეტროპია, როცა ბავშვს ან გამოვლინდება შორს მხედველობის გავარესება, შორს ხედვის, ახლო ხედვის გავარესება, ამბლიოპია და ზარმაცის თვალი, სიელმე, როდესაც ცხვირისკენ მიდის და ყველაზე ისეთი ჩივილი არის ასტენოპიური ჩივილები. როცა იღლება ბავშვი ახლომანძზე დატვირთვის დროს, იმიტომ რომ ის თვალს სჭირდება მეტი ძალის ხმევა, აკომოდაციის მეტი დაძაბვა, რომ ახლომანძზე რაიმე დაინახოს. ამ ბავშვს შემოატარებენ ნევროლოგს, გასტროენტეროლოგს, იმიტომ რომ ხშირი არის ღებინების და გულისრევის შეგრძნებაც. და მე ვიღაცა რომელიღაცა ღვთიანმადლიანი ექიმი ეტყვის, რომ თვალით შევამოწმოთ. მოვლენ მხედველობა შეიძლება 100% გქონდეს, ჩავაწვეთებთ და პლუსი არის ნორმაზე 6-ჯერ, 10-ჯერ მეტი. ნიშნავთ სათვალეს და როგორც წესი მოყვება. თუკი ძალიან დაგვიანებული არ არის. მე პირადად ვყავდა ერთი ბავშვი, რომელსაც 9 წელი მკურნალობდნენ ღებინებაზე გასტროენტეროლოგთან დიაგნოზის გარეშე. ამ ბავშვს წიგნის დანახვაც კი არ უნდა და ამდენად საერთოდ მეცადინება, იმიტომ რომ მისთვის და ბავშვი არის ზარმაცი. მშობლების ყველაზე ხშირი ფრაზა. თქვენც რომ დაგაჯინოთ, ეხლა გაგიკეთოთ სათვალე -3 და გაიძულოთ რაღაცის წაკითხვა, თქვენც გაზარმაცდებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი გამოვიკვლიოთ აუცილებლად ციკლოპლეგიის გამომწვევი წვეთების ფონზე. ის რომ ბავშვი ხედავს 100%-ს, არ ნიშნავს, რომ ეს არის ნორმა და არ აქვს ჰიპერმეტროპია. რაც უფრო ადრე გავაკეთებთ ამის სრულ კვლევას და დავსვამთ დიაგნოზს და შესაბამის კორექციას შევარჩევთ, თუ კი აუცილებელი არის, უფრო კარგი შედეგი გვექნება. ამიტომ თუ კი ბავშვი მიყვავს კვლევაზე, უნდა მოვითხოვოთ, რომ გააკეთონ სრული კვლევა ციკლოპლეგიის ფონზე.
თორე ეს პრობლემები ბრუნდება გულისხმობ, ხო? კი, ჩაწვეთების ფონზე გულისხმობ. კარგი, ერთი დეტალი, რაც მინდა რომ დავაზუსტო, შორსმხედველობის შემთხვევაში, რატო შეიძლება ჰიპერმეტროფიის შემთხვევაში, რატომ შეიძლება კონდეს ბავშვს პრობლემა, რომ ახლო დანახვის. გულისხმობ, სადღაც, ვთქვათ, მარტივად რო ავხსნათ, რომ გავიხედო ჰორიზონტზე იქით 5 მეტრის იქით რა ხდება, შეიძლება ვერ დავინახო, მაგრამ წიგნის კითხვის დროს რატო უნდა რომ აკომოდაციის ძალიან დატვირთვა სჭირდება, რომ ახლოს მაგალითად მიოპებს საერთოდ არ სჭირდებათ აკომოდაცია, ისე ხედავენ ახლოს, იმიტომ რომ ახლოს მხედველები არიან. თუმცა ახლო მხედველობა მიოპის სრულად გამოხატავს. ჰიპერმეტროპიაზე ამიტომ არ გვიყვარს შორს მხედველობის გამოყენება, იმიტომ რომ არ არის ეს ზუსტი ტერმინი. აკომოდაციის დაძაბვა სჭირდება, რომ ახლოს დაინახოს. აი ძალიან ახლონივთით და შორინივთით, ხო? გააჩნია ხარისხს. აკომოდაცია მუშაობს ჰიპერმეტროპიის დროს ყოველთვის შორსაც და ახლოსაც. კი, ესეთი ასოციაცია ჩნდება, რომ აი შორს მიჭირს ხედვა, მაგრამ ახლოს არ მაქვს პრობლემა. თუმცა რეალურად ეგრე არ არის, ხო? ეგრე გამოდის. არა. ნახეთ, პრესბიოპია გავს ძალიან ჰიპერმეტროპიას. ნახეთ, როდესაც შეიძლება შეგიმჩნევათ 40-45 წლის ადამიანები წევენ შორს, რომ უკეთ დაინახონ. ეს არის კლასიკური ასაკობრივი შორს მხედველობა. აქ შეიძლება ტერმინი ასაკობრივი შორს მხედველობა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ შორს კარგად ხედავენ ტელეფონს, წიგნს და ასე შემდეგ. მაგრამ ბავშვებში ჰიპერმეტროპია უნდა გამოვიყენოთ მაინც. არის ასაკობრივი ნორმა, ყველა ბავშვი უნდა იყოს ჰიპერმეტროპი დაბადებისას. ეს არის იდეალური ვარიანტი თუ ჰიპერმეტროპია, ხო, ნორმაში უნდა ჩნდებოდეს. 0.5-ია, 1 მაქსიმუმ. დაბადებისას შეიძლება იყოს დიდი ნორმა 2-დან 4-მდე შეიძლება იყოს 4-ზე ცოტა მეტიც. მაგრამ ასაკთან ერთად, როცა თვალი პატარა აღარ არის, უკვე იზრდება, პლუს უნდა შემცირდეს. სადაც 0.5-0.75 არის აბსოლუტურად კარგი 6 წლის ასაკში. და არ ვკიდებთ ხელს თუ კი მხედველობის სიმახვილე არის 100%, არ გვაქვს ასტანოპიური ჩივილები და ასე შემდეგ. მაგრამ ნებისმიერ ასაკში მე ვარ მომხრე ჰიპერმეტროპიის კორექციისა თუ კი სასაკობრივ ნორმას ცდება და რომელიმე ამ 5 დეკომპენსაციის ნიშნის არსებობს. არის უამრავი შემთხვევა, როდესაც მოვიდა პაციენტი უბრალოდ კონტროლზე, იმიტომ რომ სკოლაში წასვლის წინ უნდა რომ გადააკონტროლოს, მაგრამ ბავშვს არ აქვს არანაირი ჩივილი. და უცებ აღმოვაჩინა რომ არის პლუსი დიდი დავუნიშნე სათვალე. პირველ ეტაპზე მონიტორებისათვის და შემდეგ უკვე ვფიქრობ პერსპექტივაში ახლა მანძილზე დატვირთვისათვის კითხვა წერა მეცადინეობა, ხატვა, გაფერადება ასე შემდეგ. მათ შორის ტელეფონი. იმდენად ცივი წყლის გადასხმა არის ეს მშობლისთვის, რომ კონტროლზე მოვიყვანი, არ გვაქვს ჩივილები და შენ სათვალეს მინიშნა, შეიძლება ვინმესთან გადააკონტროლოს. იქ უკვე ცოტა ზედაპირულად შეიძლება შემოწმდეს ბავშვი და სათვალე უთხრას რომ არ გჭირდება თქვენი სათვალე. და ასეთ პაციენტთან უფრო რთულია მე ურთიერთობა, რომ დააჯერო რომ მე არ მქონდა არანაირი ინტერესი, იმიტომ რომ მე არ მაქვს ოპტიკა, მე არ ვყიდი სათვალეს. მე მინდა რომ თქვენი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მან ატაროს სათვალე, იმიტომ რომ სკოლაში რო წავა. დაიწყებს კითხვას, წერას, მეცადინეობას, აუცილებლად ექნება ჩივილები და ჯობს რო ადრიანად გავაკეთოთ. მე მიყვარს ძალიან პლუს სათვალეები რა უკრა. მოხსნის პერსპექტივით რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველას ვერ მოხსნით. ხო. კარგი. როგორ ფიქრობ პაციენტისთვის რომელი უფრო მისაღებია ძირითადად, რომ ექიმი რო გეუბნება ყველაზე რთულ შემთხვევას, რაც შეიძლება გამოიწვიოს, აი ვთქვათ, სათვალის არ გაკეთებამ, თუ ძალიან მარტივად შენთვის კომფორტს რო გიქმნის და ნუ აი ესეთი არაფერი არ არის ვთქვათ. პრაქტიკა მაჩვენა რომ რაც უფრო ულაითებ პაციენტს, უფრო კარგია. უფრო ნაკლები პასუხისმგებლობით ეკითხება. ხო. ყველა პერსპექტივა უნდა იცოდეს პაციენტმა, იმიტომ რომ თავიდანვე, იმიტომ რომ კაბინეტიდან გასვლის შემდეგ კაირო დაიხურა, ეს არის უკვე დედის და მამის პასუხისმგებლობა. სათვალეს არ გაიკეთებს. რას ნიშნავს პაციენტი? ბავშვი არ გაიკეთებს სათვალეს. 7 წლის ბავშვი, 5 წლის ბავშვი. 18 წლამდე ბავშვი არის მშობლის პასუხისმგებლობა. მას რომ შეეძლოს განსაზღვროს რა ჯობია მისთვის, მაშინ დაიბადა და всё, გადავიდა და ცალკე საცხოვრებლად ხოესია. ამიტომ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, იმისთვის რომ გაიკეთოს. სათვალე თუ საჭირო უნდა გაიკეთოს. მშობელმა პრინციპში უფლებაც არ აქვს ექიმს, რომ ცუდი პერსპექტივაც არ დაუხატოს პაციენტის მშობელს, იმიტომ რომ
ისედაც სრული მე თვითონაც ყოფილვარ პაციენტი და სრული ინფორმაციის დამახსოვრება ძალიან გამჭირვებია. მით უმეტეს რაღაცა ელდარო გეცა რა საფრთხილად დაგინიშნეს რაღაცა. თუ არ ელოდები მაშინ განსაკუთრებით. და არ უსმენ და იმახსოვრებ რაღაც პროცენტს და სულ არ გახსოვს ახლა შენ რომ გითხრა რომ შეიძლება თვალი წაიღოს ცხვირისკენ. მე აქციეთ ყურადღება. და უნდა იცოდეს. ყველა ცუდი პერსპექტივაც უნდა იცოდეს. აღონდ უნდა უთხრათ რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს არ მოხდეს. თორე ხო რა უთხრა რა უცებად დაავადება. ხო. არა. ეს არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ რომ უნდა იცოდეს. თუმცა მეორე ფაქტორი არის. ამას გაიგებს მხოლოდ ბავშვთა ექიმები, როცა მშობელი მოიყვანს ბავშვს და საუბარში ისე იტყვის რამდენჯერმე რომ ნეტა მაშინ მომეყვანა და მანდ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შენ უნდა უთხრა რომ არა დროულად ხართ მოსული და ყველაფერი ახლა გავაკეთოთ, იმიტომ რომ შაბელს ისედაც ყოველთვის აქ განცდა რაღაცა არ გააკეთა და დანაშაულში შეგრძნება. შენ რა კიდე დავუმატებ რომ ხო და როცა იყოს საჭირო მაშინ მოგიყვანა არა. უნდა აუხსნა აბსოლუტურად 100%. შენ ბავშვის მდგომარეობა დაანახო პერსპექტივა, მაგრამ არ დაადანაშაულო რა თქმა უნდა. მაგრამ ახლა როცა გლაუკომა აქვს და ეუბნები რომ ჩააწვეთეთ დილას აღამოს და 5 დღეა გაგვითავდა და არ აგვიღია წამალი, ნუ მანდ ცოტა მკაცრად. რომ აქ უკვე შენი პასუხისმგებლობაა და ნუ გვიან რომ შენიშნე ამაში შენ არა ხარ დამნაშავე და ცუდ და არა ხარ ამის გამო. მაგრამ ეხლა როცა გეუბნები რომ ესე უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ესე უნდა გავაკეთოთ. თუ მენდობი, ხომ მოხვედი? ხომ მე არ დამიპატიჟი ხარ? მოხვედი, მენდე და მენდე მაშინ ბოლომდე რომ უნდა გავაკეთოთ ახლა ყველაფერი. საბედნიეროდ ტენდენცია არის უმეტესად კარგი მშობლების ესე რა ვთქვათ, იმიტომ რომ მოყვებიან აკეთებენ ყველაფერს ბავშვებისთვის და ეს ძალიან სასიხარულოა რომ ბავშვები ესე იზრდებიან. კი, ძალიან კარგია ეგეც რომ ნუ აი ყველაფერი იცი თავიდანვე რას უნდა ელოდო. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, კი არა და ალბათ ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი, რომ ნუ ცალკე გაისმის ეს დიაგნოზები, მაგრამ მშობლებს არ აქვთ გააზრებული რა არის იმ დიაგნოზის მიღმა. მე შეიძლება დაგუგლო, ანუ ეხა უკვე ჯემინაის კითხვა სხვადასხვა ხელოვნურ ინტელექტს და ნუ ძალიან ზღვა მასალა ამოდის და სხვადასხვა ფორმები, რის შესახებაც შეიძლება ვერ გაიაზრო, თუ სამედიცინო განათლება არ გაქვს. კი, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მხოლოდ ექიმებისთვის უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მართლა შეგიძლია მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, იმიტომ რომ შეიძლება და კითხო გააფრინოს პაციენტი. თუ იყენებთ რაღაცა ეგეთ ტენდენცია წამოვიდა, რომ რაღაცა სოფტებიც იქნება ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით, თუ იყენებ პაციენტთან მუშაობის დროს. დიდებთან უფრო არის ეს აპარატული ჩაშენებული. მე რომ გითხრათ რომ ხშირად გამოვიყენები, არა, მე მაგალითად მეცემია რომ ჩემს უფრო გამოცდილ კოლეგასთან მქონდეს კომუნიკაცია თუ რაიმე რთული кейსი მაქვს, იგივე ჩემს პროფესორებთან, ვიდრე სადღაც ინტერნეტში მოვიძიე, იმიტომ რომ მე ცოტა მაინც ძველი სკოლა ვარ და დაბეჭდილისკენ გამირბის თვალი, ვიდრე ტელეფონში რაღაცები ვეძიო, თუმცა კარგია და რეალურად გეხმარება თუ გარკვეული გაქვს ლოგიკითაც შეიძლება მივხვდე, მაგრამ შესაძაც არ აქვს სამედიცინო ცოდნა და იცი მხოლოდ ინფორმაცია შენი, იცი მხოლოდ დასახელება, თუნდაც პრეპარატის დასახელება და ეძებ ისეთ რაღაცებს წერს, რომ შეიძლება მშობელმა გადარომა დარეკოს, რომ ეს რა დაგვინიშნეთ, ამალი ჩემს ბავშვს გლაუკომა აქვს, ციტი კოლინს რო უნიშნავ რაღაც. ჩემს ბავშვს გლაუკომა აქვს, აბა შაქრიანი დიაბეტი. არა, დამშვიდ, ამიტომ ამასაც პრაქტიკა გაჩვენებს, უკვე იწყებს სრულად ინფორმაციის მიცემას. მაგრამ არის ერთი მაგრამ. იმდენად შეშიდებულია პაციენტის მშობელი, რომ ბევრი კითხვა არ დასვას, იმდენად დაკომპლექსებულია, იმიტომ რომ სადღაც რომ იყოს სხვა პროფესიის ექიმთან უთხრეს რა, თქვენ დრო დასრულდა 5 წუთი გავიდა რაღაცა და რიგი არის რაღაცა, რომ კიდევ ერთი კითხვა მაქვს. და ხშირი არის კითხვის დასმა ესე. შეიძლება სულელურად მოგეჩვენოთ და რაღაცა ერიდებათ კითხვის დასმა. არა, მე მირჩევნია, რომ კითხვას მე გავცე პასუხი, ვიდრე ინფორმაცია ეძიოს სადღაც ჯგუფში და ვიღაც მეზობელმა უთხრას, რომ ჩემ ბავშვსაც ესე ქონდა და მე დაბრმავდა ჯვარის წერია და რაღაცა მოვიდა და მე გადაირიოს, ვიდრე ამალი დაუნიშნეს, აი ძალიან ხშირია მისცა და რაღაცა და მე მეჩვენია რომ ინფორმაცია წაიღოს ჩემგან, პლუს ყველა დანიშნულებაზე წერე ჩემი ნომერი, ჩემ Facebook-ი და ისრაელში ვიყავი სხვათა შორის, რომ დამირეკა პაციენტმა და მეთქი უნდა გავიდე WhatsApp-ში პაციენტი მირეკავს. პაციენტი რატო გირეკავთ სახლის ტელეფონს მობილურზე? ხო, მობილურზე. რატო არ აქვს მხოლოდ კლინიკის ნომერი, არ მეთქი კომუნიკაცია უნდა მქონდეს, იმიტომ რომ ქართულ
პაციენტს მაინც სხვა სპეციფიკა აქვს, იმიტომ რომ შეიძლება გერმანულმა პაციენტმა სანმე ოფთალმოლოგიის ჯგუფში არ იკითხოს ამ ექიმმა ეს დამინიშნა და რას ფიქრობთ. და ყველაზე მაგარი რომ ეს ექსპერტული პასუხებით პასუხობენ, ექსპერტული სახით პასუხობენ მე ვიღაცები, ვიზიც არ იცის ეს სფერო არ აქვს და ის რომ შენ შვილს არ მოუხდა, არ ნიშნავს რომ ვიღაცას არ მოუხდება. ჩვენ ვფიქრობთ ყოველთვის უკეთესობაზე და ასე შემდეგ და ნუ ეგ მომენტი არის, ხო? მე პირადად ვცდილობ რომ პაციენტის მშობელი წავიდეს სრულად ინფორმირებული. ჩვენ არ 15 წუთი დაიცადოს მეორე პაციენტმა და კითხვა არ დარჩეს. თუმცა რა თქმა უნდა კითხვები მაინც რჩება და მაინც გვირეკავენ, მაგრამ 24/7 პასუხ. კაი, მოდი ახლა გკითხავ ჰიპერმეტროფიის შემთხვევაში, ვთქვათ, სათვალე გამოყენებულია, 4 წლიდან. საშუალო პლუსია, არ არის რაღაცა ძალიან გრანდიოზული. და წამოვიდა სიელმი აზარმაცი თვალი. იმის მიუხედავად, რომ სათვალეს ატარებს მუდმივად. რას შეიძლება და გამოეწვია ეს და როგორ ხდება მერე რას აკეთებს მოკლედ, ხო? ნუ იცით ესე რამდენიმე მონაცემითანაც არაზუსტით ძალიან რთულია საუბარი, მაგრამ პლუსის შემთხვევაში ყველაზე ხშირი არის ეზოტროპია, როცა ცხვირისგან მიდის სისია აკომოდაციის დაძაბულობის გამო. ძალიან დიდი არის შემთხვევები, როდესაც სათვალე არ იყო მაქსიმალური კორექციით დანიშნული. შესაბამისად, თუ კი ბავშვს აქვს მაგალითად +5 და სათვალე იყო +1, 1.5 და არ იყო +4.5. ვერ არგებდა. ხო, ვერ არგებდა რას ნიშნავს? ანუ არასწორად იყო მორგებული. ხო, ნახეთ როგორი შემთხვევა, ანუ რეალურ ამბავზე ვსაუბრობთ ახლა თუ რაღაც ის ნუ რეალური кейსი ნახეთ როგორი რაღაც ხდება კიდე. პლუსის შემთხვევაში არ უნდა შეგვეშინდეს მithumetes თუ სიელმე წამოვიდა მაქსიმალური კორექციის მიცემა. პლუსის შემთხვევაში არ არსებობს სათვალე, რომელსაც პაციენტი გაიკეთებს და გეტყვის, ვაუ, დედიკო, ამდენ სად იყავი, რა კარგად ვხედავ, პირველი დღეს ამას არც ერთი ბავშვი არ იტყვის. თუ კი ჩაწვეთებულზე არ მოვარგებთ. ეს არ არის მინუს სათვალე, რომელიც გაიკეთა პაციენტმა, სამყარო დაინახა, კაი ყოფილა ჩემი პაციენტი ეუბნება და დამის. ჩვენ აგურის ბინაში ცხოვრობდით? კი, შვილ, მე მეგონა ბეტონის ბინაში, და ვერ ხედავ და -4 ქონდა და ესე ხედავ და იმას ეგონა რომ ბეტონის ბინაში. პლუს სათვალეს არ ახასიათებს ეგეთი ვაუ ეფექტი პირველ დღეებში, მაგრამ არსებობს პლუსიანი ბავშვი და ზოგადად ბავშვიც ადაპტაციური მექანიზმიდან გამომდინარე, რომელიც სათვალეს ვერ ტყუილ სათვალესაც შეეგუება, უფრო მეტსაც გეტყვით. გააჩნია ეს აქს ბავშვისაც. მაქსიმალური კორექციის სათვალის შეეგუება სჭირდება დრო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას ყოველთვის ვეუბნებით პაციენტის მშობელს, მიუხედავად იმისა, რომ ვეუბნებით, რომ 2 კვირაც კი შეიძლება გაგრძელდეს, იმიტომ რომ სათვალის გაკეთებაა ჩვენი კომპეტენცია, თორემ მე ნევროლოგია იწყება. რომ მთელი 5 წელი რომ ამას ხედავს ბავშვი და ესაა ნორმა ამისთვის, შენ ეუბნებ, რომ შენ აღარ დაიძაბო, მე სათვალის გაკეთებ მოდუნდი. დისკომფორტია. ესე ადამიანსაც ვერ მოედუნებ, რომ ეუბნებ ხო და მშვიდ და მithumetes ახლა სისტემა არის მთელი და 10 დღე 2 კვირის მერე არის ყველაფერი კარგად. ამიტომ პლუს სათვალე თუ ეს აუცილებელია და სიელმის დროს ეს აუცილებელი არის, უნდა იყოს მაშინვე მაქსიმალური. მოდი ახლა -1 დავნიშნოთ, მე 2 კვირაში +2, მე 5 თვეში +3 ეგრე არ ნიშნავს. მაქსიმალური მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამას გულისხმობ, ხო? რამდენი შეუძლია ჩაწვეთებულზე? ხო. გულისხმობ ციკლოპლეგიის მწვერვალზე, რაც არის პლუსი, შეგვიძლია რა დავნიშნოთ თუ კი შიგნით არის თვალი. ჩვენ გვირჩევნია ყოველთვის პლუსის დროს დავიწყოთ მაღალი სათვალით და მერე შევამციროთ, ვიდრე დავიწყოთ პატარათი და მერე ავიდეთ. ეს გზა არის არსად. ამიტომ პირიქით ჯობია. მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა რეალურად სათვალის სწორად შერჩევა მაინც. დღესაც. ხო, გარკვეულწილად შვილი, რომელსაც 8 წლის არის ხა და ნუ სათვალეს სჭირდება პლუსი აქვს. თქვენშიც მაგალითი ხომ არის? არა, თუმცა ხო. ძალიან კარგი რომ ესე გამოწერთ. ნახეთ, პატარა ბავშვს, 3-4 წლის ბავშვს სათვალეს არ ვურჩევთ, სათვალეს ვუნიშნავთ. შერჩევა არის, როდესაც გააზრებულად გეუბნება. ესე გირჩევნია თუ ესე გირჩევნია თვითონ სიტუაცია ამბობ. და ესე არის, მაინც პლუსის შემთხვევაში სათვალე არის თავს მოხვევა. ანიშნა. ვიდრე შერჩევა. მინუსის შემთხვევაში ხო და აი მაგას გეუბნები. ნახე, ყველა ექიმს სხვადასხვა აზრი აქვს მაგასთან დაკავშირებით. ხო, მეცნა არ არის ის ამბავი, სადაც შენი აზრით უნდა შეარჩიო რაიმე, თუმცა ჩემი პროფესორი ამბობდა, რომ ეს არის შემოქმედებითი პროცესი და ვიღაცამ შეიძლება 0.5-ით მეტი დანიშნოს, ვიღაცამ 0.5-ით ნაკლები. 0.5-ით გეთანხმები, შესაძლებელია, თუმცა დიდი განსხვავება არ უნდა იყოს, ხო? ხო, ნუ მაქსიმალურად ზუსტი უნდა იყოს, თუმცა თვითონ მაქსიმალურად ზუსტი სიტყვაც არ არსებობს, ხო არსებობს ზუსტი, ან მაქსიმალურად
ზუსტი არ არსებობს, ანუ უნდა იყოს ზუსტი, მაგრამ შეიძლება ხდება, რომ მაგალითად ვერ მივიღეთ ციკლოპლეგის ის ხარისხი, რაც იყო და გვიჩვენა +4-დან შემდეგ ვიზიტზე უფრო მოდ უნდა და გვიჩვენა +4. ნუ ბევრი ნიუანსია, ხო, ვერ შევალ, თუმცა მაინც ნებისმიერ შემთხვევაში კოლეგიალობა მოითხოვს, რომ პაციენტის მშობელს მიეწოდეს ინფორმაცია, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს სათვალე უფრო სწორია, ვიდრე თქვენი სათვალე არასწორია. რა თქმა უნდა, გეთახმები. ეს არის ანბანის დასაწყისი ექიმობის, რომ კოლეგას, რა თქმა უნდა, პირველი არ არავნო პაციენტს, მაგრამ კოლეგაც არ უნდა გაილანძღოს იმ 0.5-ის გამო და 0.25-ის გამო, რომელსაც შეიძლება არ თქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ ნუ ყველას თავისი პრინციპი აქვს ალბათ მუშაობის, თუმცა მე ყოველთვის ესე ვცდილობ, რომ ხშირად არის. სხვათა შორის ძალიან ხშირი არის, რომ ჩემთან ნამყოფი პაციენტი, როდესაც უნდა დაბრუნდეს მაგალითად 3 თვეში, ბრუნდება 6 თვეში ან 1 წელიწადში და მეუბნება, რომ იცით და მე ვეუბნები, რომ თქვენ 6 თვის ვიზიტი ჩააგდეთ და ხომ კარგად ხართ რამე ხომ? კი, იცით ჩვენ სხვაგან ვიყავით და გადავამოწმეთ და ამას ამბობენ ისეთი დანაშაულის გრძნობით, რომ გეგონებოდ რაღაცა ჩაიდეს, მე ყოველთვის ვეუბნები. მეც რომ მყავდა შვილი, როდესაც რაღაც დიაგნოზს მეუბნებენ, აუცილებლად გადავამოწმებ, ამაში ცუდი არაფერი არ არის. და ღმერთმა წკნას, რომ ყველა ექიმის დიაგნოზი დაემთხვას და იყოს სწორი მკურნალობა ყველასი, ამაში ცუდი არაფერი არ არის. თუ კი თქვენ შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ სხვასთან და გადაამოწმოთ. კარგი, მაგრამ თუ არის ეგეთი სიტუაცია და დღეს რაღაცა ცუდი აქვს, ცუდ რაღაცებზე საუბრობთ, მაგრამ მოდი ამასაც ვიკითხავ. ხშირად არის ეგეთი დამოკიდებულება, რომ ერთი ერთს გეუბნება, მეორე მეორეს გეუბნება, მესამე მესამეს და ასე შემდეგ. და მაგიტო არ ვერ ვამტყუნებ იმ პაციენტებს, რომლებიც ყველასთან ამოწმებენ, მაგრამ გვიწევს პაციენტების მხარეს, რომ დავიცვა ინტერესები, რომ ჩვენც მივიღოთ განათლება ამ სფეროში, რომ ჩვენით გავსაზღვროთ, სად შეიძლება იყოს აცდენა. ღმერთმა უკნას, რომ პაციენტს დასჭირდეს თავისით განსაზღვრა პაციენტის დიაგნოზის. ნახეთ, თუმცა რეალურად არის ეგეთი შემთხვევები. კომპეტენტური ვარ ქირურგიაში, ეს ჩემი არჩევანი იყო, ჩემთვის არ იყო საინტერესო ქირურგი. ამიტომ უნდა იყოს ექიმის პასუხისმგებლობა, რომ დროულად გაუშვას ქირურგთან, ვინც არის კომპეტენტური ამ საკითხში და არ შეაჩეროს თუ კი მაგალითად სიელმის ქირურგიაზე. საუბრობ და ჰიპერმეტროპიის დროს არის შემთხვევა, რომ გვჭირდება. სიელმეში ქირურგიის სათვალე ვერ, ამიტომ დროულად უნდა გააგზავნო. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება იმან უთხრას ქირურგმა, რომ ამდენ ხანსაც უნდა მოსულიყავით. ეს სხვა რაღაცაა. ეგ სხვა არის. მაგრამ სხვა დიაგნოზი როცა ისმება, ნუ აქ რომელიღაც კომპეტენციაში არის ალბათ პრობლემა. ვერ ვიტყვი. ცოტა რთული კითხვა არის და რთული кейსია და მე არ მინდობოდა რომ ეგეთ სიტუაციაში ვიყო. ხდება ხოლმე. ხდება ალბათ. რახან ამბობთ ალბათ. კი. მოდი სიელმეც რადგან ვახსენეთ და ქირურგია, აქ მოკლედ პედიატრიული ოფთალმოლოგიის როლი ძალიან დიდი არის, რომ რაღაცა დროულად მოხდეს ქირურგთან გადამისამართება. ამ შემთხვევაში როგორ განსაზღვრავთ ხოლმე, აი ვთქვათ ჰიპერმეტროფია რო ავიღოთ ისევე, თუ არის სიელმე, ანუ ასაკითუა რა ასაკში ოპტიმალური რომ გაუშვა პაციენტი ქირურგთან, რაც მალე გაკეთება მით უკეთესი თუ ვთქვათ თვალს აქვს რესურსი რომ მე გაიზრდება და რაღაცა დროს ველოდებით ხოლმე. ნახეთ როგორ სიტუაცია ერთი რომ ასაკი ვერ იქნება ზუსტად ნაჩვენები, იმიტომ რომ ძირითადი პულმი იწყება ჰიპერმეტროპიული აკომოდაციური სიამეების სადღაც 2 წლიდან, როცა ბავშვი უკვე ბავშვისთვის სათამაშო აღარ არის, უბრალოდ რაღაცა ერთი საგანი, ეს არის პორბალი, სათამაშო შემთხვევაში კუდი, თვალი და უფრო იწყებს დაკვირვებას და მაშინ გამარჯვება. მაგრამ ყველას 2 წლის ასაკში ხო არ უვლინდება, ამიტომ ვერ ვიტყვით რომ 2 წელზე უნდა გაკეთდეს. ვიღაცა 3 წელზე, ვიღაცა 5 წელზე, ვიღაცა ცოტა მოგვიანებით. მაგრამ აკომოდაციური ჰიპერმეტროპიული სიამეების უმეტესობა არის აკომოდაციური, რომელიც არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და სათვალეს. აკომოდაციურში გულისხმობს სათვალეში რომ სწორდება, ხო? მოადუნებ აკომოდაციას, თვალი გასწორდება. ეს როგორც წესი არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და მოითხოვს მხოლოდ დროს და მუშაობას, შემოწმებას, რომ ორივე თვალი თანაბრად კიდეც კონკურირებდეს და მერე თანამშრომლობდეს. და ამას ჩვენ ვატყობთ სადღაც 3-დან 9 თვემდე, დაახლოებით მაქსიმუმ 1 წელი. რომ მოყვება თვალი არ მოყვება. Okay. თუ კი სათვალეს ვაკეთებთ, ვატარებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ისე როგორც არის მათ შორის ოკლუზიასაც და თვალი მაინც არ დგას, მაშინ რას უნდა ველოდოთ, ხო? ანუ მაქსიმალური სათვალე თუ ეს. ამ შემთხვევაში მე ყოველთვის მირჩევნია რომ ქირურგმა ნახოს. ნუ მინიმუმ ნახოს მაინც და მან განსაზღვროს, ხო? ნახოს მაინც, იმიტომ რომ ჯერ იქ პასუხისმგებლობა არის, რომ შენ დააგვიანო ვიღაცა.
მშობელი რომც ვერასოდეს ვერ გაიგოს რომ დააგვიანე, შენ ხო იცი რომ რაღაც არასწორად გააკეთე. ამიტომ ვინც არის ქირურგიაში კომპეტენტური, უნდა წავიდეს ბავშვი მასთან. თუ ქირურგი მეტყვის რომ იცით 1 წელი და გააგრძელეთ კიდე, ამიწიეთ ცოტა მხედველობა და მე მოვიდეს, მე აქ უკვე უფრო მშვიდად ვარ. მე მეხუთით ამიტომ ეს პრინციპი არის ნამდვილად. თუმცა ზუსტად ასაკი რომ 2 წელზე უნდა გაკეთდეს 3 წელზე ეგრე არ არის. ინდივიდუალურად ყველა პაციენტში. ამიტომ ხშირი არის რომ კითხვა სვამენ სადღაც ჯგუფში რომ რომელ წელზე უნდა გაკეთდეს და ნუ იქ ფილოსოფოსები უწერენ რომ 3-ზე უნდა გაკეთებულიყო. ანუ არა, მოდი მე ისე ხო პაციენტებიდან გამოვალ და მაშინ ესეთ კითხვას დაგისვავ. რატომ აქვთ ხოლმე ეგ კითხვა რომ რა ასაკზე უნდა გაკეთდეს ნახე? ნუ ადამიანის ჯგუფებში მეცვარ და ხო. კი. კითხულობ ხოლმე ხშირად და არის იწერება ეგეთი кейსების შესახებ, რომ მაგალითად, ნუ სიელმე, რომელიც არ კორექტირდება სათვალის გაკეთების დროს, ხო, თუ შემდეგ. და სჭირდება აუცილებლად ქირურგიული ჩარევა. არის ხოლმე ასეთი შემთხვევები, მაგალითად, გაკეთდა ეს ოპერაცია 6 წლის ასაკში და სათვალე ვერ გაასწორა, მე ხდება განმეორებითი ოპერაცია. ხო, ერთ კომპონენტიანი ოპერაციები ძალიან იშვიათია, ანუ ერთ ჯერად. და აი ამიტომ არის ხოლმე, რომ იქნებ დაველოდო, აი თქვა 10 წლის ასაკამდე ან 12 წლის ასაკამდე მე გავუკეთო. ამ შემთხვევაში რა ხდება? მაინც ინდივიდუალურად გადასაწყვეტია, იქ არის ფუზის რეზერვები გასათვალისწინებ, უამრავი რამ არის, არა მხოლოდ პაციენტის მშობელი ხედავს მხოლოდ გადახრილ თვალს. ექიმი ხედავს მხედველობის სიმახვილეს, ფსკერის მდგომარეობას, ფიქსაციას, ფუზის რეზერვებს და ასე შემდეგ. განსაზღვრავს პერსპექტივას და ამის მერე იღებს გადაწყვეტილებას, თორე ქირურგის სამუშაოა ოპერაციის გაკეთება. თუ კი უნდა გააკეთებეთ 11 წელზე, რატო გაკეთებს 15 წელზე? რა ლოგიკით? ამიტომ მე მაინც აქეთ ხარეს ვიქნები ქირურგების ხარეს, რომ მისი კომპეტენცია და მანდ განსაზღვროთ ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს. ხო, ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ, ან რა თქმა უნდა, ეს ჩვენი უფლებაა, მშობლის უფლებაა და მეც რომ მშობელი ვიყო, აუცილებლად გადავამოწმებდი ახლა. ოპერაციაზეა საუბარი ბოლო-ბოლო. კი. ოკეი. კარგი, მოდი ახლა რომ ვისაუბროთ თქვა ჰიპერმეტროფიის გარდა თუ არის, ნუ გლაუკომის შემთხვევაში ბავშვებში თქვენს მიერ არ ხდება მკურნალობა, ხო? მაგკლინიკაში ვთქვათ, რა არის გლაუკომის სპეციალისტი, ბავშვების თანდაყოლილი გლაუკომის წილი პროცენტულად არის ძალიან მცირე. საბედნიეროდ, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა ეს ქრონიკული დაავადება და მის მოჩენა შეუძლებელი არის. ამიტომ ჩვენ ეს პრაქტიკა არ გვაქვს ოპერაციის, თუმცა საბედნიეროდ საქართველოში არის ძალიან კარგი პროფესიონალები, ვინც ამით არის დაკავებული და დროულ გადამისამართებას და დროულ ოპერაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. დიაგნოსტირება ეჭვის მიტანა, რომელიც დიაგნოზიც არის ეჭვი გლაუკომაზე და სწორი მიმართულების მიცემა არის ნახევარი გაკეთებული საქმე. ამიტომ ეს ხდება ნამდვილად და დროულად გადამისამართება, თუმცა საბედნიეროდ გლაუკომის თანდაყოლილი გლაუკომის რიცხვი ძალიან მცირეა. მცირეა, ხო. გაჯეტები, ტელეფონი, ნუ წინა ერთ პოდკასტშიც ვიკითხე ბავშვთა ოფთალმოლოგთან და მისგან მივიღე პასუხი, ამიტომ შენგან ინტერესებს. ერაძის ძალიან კარგი პოდკასტი იყო. მეორე ადამიანი, რომელიც გადახვევებით უყურებს ყველაფერს, 1 და 2-ით და თავიდან ბოლომდე უყურეთ, ძალიან კარგი პოდკასტი იყო. ძალიან ამომწურავი. ყველა თემაზე ისაუბრა და სხვაშორის რომ მოვდიოდი ვფიქრობდი მე რაღაცზე უნდა ვისაუბრო და იმიტომ რომ ფანტასტიკური პოდკასტი იყო, პირადად სამწუხაროდ არ ვიცნობ, იმედი ავდეს მე გავიცნობ და ძალიან კარგი დავიწყება დატოვა და შემდეგ იყო ნინი დვალი, რომელიც ასევე დიდი სიამოვნებით ვნახე და ზოგადად შეგაქებთ და გეტყვით რომ ძალიან კარგი პოდკასტი გაგწევთ და ძალიან მიხარია რომ აქ ვარ ახლა. მადლობა ძალიან დიდი. ხო, ეკას ვკითხეთ, რომ რას ფიქრობ, გაჯეტები, ტელეფონი, ნუ ეკრან დამოკიდებულება ზოგადად ამ თაობის პრობლემა ხო არის და ეს რამდენად იწვევს პლუს ან მინუს? ხო, პლუს ვერ გამოიწვევს არანაირად, იმიტომ რომ პლუს თანდაყოლილია. იმიტომ რომ არის ეგეთი მითი. ხო, თვალი ვერ დაპატარავდება ახლა ხო, მოთხოვნა ვქნას რომ თვალი დაპატარავდეს რაღაც უმიზეზად. პლუს თანდაყოლილია. მის გამოვლინება შეიძლება დაგვეხმაროს ახლა მათზე დატვირთვა, მაგრამ არა მარტო ტელეფონი.
ნებისმიერი რამ, რასაც ახლა მაინც დავაკეთებთ. ადრე იყო ესე გავრცელებული, რომ უშუალოდ დარჩებიან ბიჭები, ვისაც ტელეფონი ექნება ჯიბეში, ანუ რა გამოსყიობა უნდა იყოს ეგეთი. რა გამოსყიობა უნდა იყოს, რომ შვილოსნობაზე იმოქმედოს, ხო? ზუსტად იგივე არის ტელეფონზეც, ზედმეტად ეს არის, რა ქვია, ბუათ არის ტელეფონი გამოყვანილი, მაგრამ ჭირდება დროის დაცვა. მე ყველა პაციენტს უგზავნავ ტელეფონს 20 წუთის მეც 20 პრინციპი არის ფანტასტიკური. 20 წუთი ითამაშა, 20 წუთი გაიხედა შორს, 20 ფუტზე, ესა 6 მეტრზე. შეისვენა, წავიდა წყალიდალი აივანზე გავიდა, გაიხედა ჰორიზონტზე, შემდეგ აიღო ისე. მაგრამ არა წამოწოლი და სიდაყვები მაგიდაზე და იჭიროს ესე ტელეფონი. და წამოწოლილი რა იყოს რა თქმა ახლა მანძილია უფრო. ჩვენთვის ტელეფონის გამოსხივება არ არის ისეთი მავნებლობის ინტერესი, აქ შეიძლება ნევროლოგისტვის იყოს, რომ რაიმე საქმეს იწევდეს და აგრესიებს და კონტენტი თვითონ შინაარსობრივად შეიძლება რომ დამაზიანებელი იყოს ბავშვის ფსიქიკისთვის, მაგრამ თვალისთვის ეს გამოსხივება ვერ იქნება უბრალოდ წიგნსაც თუ დავიკავებთ იმ დროით და იმ დისტანციაზე, რასაც ვიჭერთ ტელეფონს, მაშინ წიგნიც იქნება საზიანო, ხო? იმიტომ რომ რატო იყო სათვალეან ბავშვები ასოცირებული იყვნენ ჭკვიანთან, რაღაცა ნაკითხ ბავშვებთან, იმიტომ რომ წიგნსაც ცუდი განათების პირობებში წამოწოლილი და ესე 5 საათი დავიჭერთ, ესეც გამოიწვევს. ოღონდ ამ შემთხვევაში აკომოდაციის დარღვევას ან მინუს, პლუს მაინც ვერ გამოიწვევს. მაგრამ დააჩქარებს დიდ პლუსის გამოვლინებას, იმიტომ რომ აკომოდაცია რა დაიძაბა, გამოჩნდა რომ რაღაც პრობლემა ქონია და ეს აპარატი რომ დაიტვირთა, ვეღარ გადართო ხო შორს მანძილზე და დაინახა რომ იქ ვეღარ ხედავს. ამ დროს უკვე ტელეფონი უფრო გვეხმარება გამოვლენაში, ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, ცალსახად ტელეფონი არ ამხელს. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება თქვენს ბავშვს აჩუქოთ ამ კამერაში, ხო, ეს არის მობილური ტელეფონი. არ აჩუქოთ ბავშვებს მობილური ტელეფონი. მე თვითონ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრ პრობლემას მიქმნის 24/7-ზე ტელეფონი, მიუხედავად იმისა, რომ მგონია, რომ შემეცნებას და განათლებას ვუთმობ დროს, ეს არის პოდკასტები, ინფორმაციის კითხვა და შემდეგ, ვიყიდე ჩვეულებრივი კლავიშებიანი ტელეფონი და ვსარგებლობ ყოველდღურად იმ ტელეფონით, შევზღუდე ჩემით დრო, იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენთ, როგორი გამაღიზიანებელია, როდესაც ბავშვს უკითხა ანგლის თავს ესახარებას, კითხულობ და მშობელი ტელეფონში ამ დროს. გუშინდელი ვიდეოს ფოტოშორის მშობლებსაც ეხება ნაწილობრივ. ეგ არ მინახავს, თუმცა მე მაქვს ხოლმე პირადად პროტესტი მაგაზე, რომ ვუყურებ მშობლები ტელეფონში და არა იყო ტელეფონი. ჩემს კაბინეტთან გონიარო ხო, ანუ დაჩაგვრა ჩვეულებრივი ბავშვი. პირადი მაგალითად ერთი ბავშვი ვერ იყიდის თვითონ iPhone 15-ს, 16-ს, 17-ს, 18-ს. თუ მშობელმა არ უყიდა. კი. საჭიროების მიხედვით თუ გვინდა რა კონტაქტზე ვიყოთ, უყიდოთ ჩვეულებრივი ტელეფონი, რომელშიც უბრალოდ ვერ გაატარებს, ახლა ითამაშებს ის გველი რო დადიოდა და მოწყინდება და აღარ ითამაშებს. სრული დატვირთო მე ჩემს კოლეგასთან ხშირად მაქვს ნევროლოგთან ბავშვთა საუბარი, რომ ტელეფონზე ცუდი არაფერი არ შეიძლება ბავშვს მისცეთ, იმიტომ რომ კონტენტის კონტროლი არ ხდება. არ ხდება. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, მე მგონი, რომ ვერ აკონტროლებ რა შეიძლება ნახოს. ტელეფონის მიცემა, ეს აგზნებული ტვინი ცუდად ჩაიძინებს და ასე შემდეგ, ან ბევრი რამისთვის არის ცუდი, ეს ალბათ უფრო ნევროლოგის კომპეტენცია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ დაკავშირებით პლუს მინუს ვერ გამოიწვევს, მაგრამ პლუს ვერ გამოიწვევს, თუმცა მინუსის განვითარებას შეუწყობს ხელს კი. ახლა მან დატვირთვა შეუწყობს. ოკეი, მადლობა. რა ვიცი, ასე თუ ისე მე ბოლოსკენ მივდივარ. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელი საუბარი გამოგვივიდა. მადლობა ამისთვის. შენ თუ გაქვს რამე კითხვა აქეთ ამხარეს? ან ზოგადად კითხვა არ მაქვს, უბრალოდ ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება, იმიტომ რომ პოდკასტში პირველად ვარ და უკვე თქვი რომ 7 თვე გვაქვს და მე ვარ ყოველთვის წამყვანი და ეხლა ვიხმრე რომ ესაა ჩემი მუშა. უხარე და მადლობა რომ დამითმე ადგილი. ხო, დღეს პირველად შევცვალეთ ადგილები. კი, აილაინს აქვს თავის პოდკასტი, სადაც ჩვენ ძირითადად ჩვენი ექიმების პიარისთვის ვიყენებთ, საკმაოდ საინტერესო თემებს ვაკეთებთ, თუმცა ქრონომეტრაჟი უფრო მცირეა და კონკრეტული კითხვები არის კონკრეტულ უყურებთ, ძალიან კარგი მიხარია, დიდი მადლობა, ესე იგი ჩვენი მაყურებელი რომ ხართ. აილაინზე დავამატებ სიტყვას, რომ აილაინი არ ჩერდება იმაზე, რომ არის უკვე რეგიონის ლიდერი, სულ უფრო და უფრო მეტი ახალი ფილიალი იხსნება, რაც პაციენტებს აძლევს მაღალი ხარისხის, კარგი აპარატურის, დიდი პროფესიონალიზმის მქონე ექიმებთან
ურთიერთობის საშუალებას და ძალიან მალე გაიხსნება კიდევ ერთი ახალი ფილიალი ახალ რეგიონში, ასე რომ დაგველოდეთ. ძალიან კარგი წარმატებები აილაინს და შენ. ასევე წარმატებები თბილისი მედიქს. მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის.